მოგესალმებით. Ამ ვიდეო გაკვეთილში განახებთ თუ როგორ უნდა შეავსოთ თქვენი ბალანსი ონლაინ რეჟიმში. დამატებული თანხის გამოყენება შეძლებთ ნებისმიერ დროს დომენის ყიდვისას ან სხვა სერვისის ყიდვისას. პირველ რიგში უნდა იყოთ რეგისტრირებული და შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია. ამისათვის უნდა დააწვეთ ღილაკს შესვლა. შემდეგ უნდა შეიყვანოთ თქვენი სახელი, ანუ ელექტრონული პოსტა, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს, შემდეგ კი პაროლი. და დააწვეთ ღილაკს შესვლა. როგორც ხედავთ, ავტორიზაცია წარმატებით გავიარეთ. შემდეგ უნდა გადახვიდეთ თქვენი მართვის პანელში. ამისათვის უნდა დააწვეთ ღილაკს ჩემი ანგარიში და ავტომატურად გადახვალთ სამართავ პუნქტში, საიდანაც უნდა დავამატოთ თანხა. ეს არის უკვე თქვენი მართვის პუნქტი. იმისათვის რომ დავამატოთ თქვენს ბალანსზე თანხა, მენიუში უნდა მოძებნოთ My Billing. შემდეგ ჩამოშლილ ქვემენიუში უნდა აირჩიოთ Add Funds, ანუ თანხის დამატება და დააწვეთ ამ ლინკს. აქ უკვე მოცემული იქნება ონლაინ გადახდის რამოდენიმე მეთოდი. ამ შემთხვევაში მოცემულია მხოლოდ iManage. შემდეგ რომელიც ავტომატურად არის მონიშნული. შემდეგ უნდა დააწვეთ ღილაკს Continue, ანუ გაგრძელება. ამ ველში უნდა შეიყვანოთ თანხა, რომლის დამატებაც გსურთ თქვენს ბალანსზე. მაგალითად ჩავწეროთ 20 ლარი და შემდეგ დავაჭიროთ ღილაკს Submit. გადავედით უკვე გადახდის პარამეტრებზე. აქ არის მოცემული შეკვეთის ნომერი და თანხა, რომელსაც ამატებთ თქვენს ბალანსზე. გადავამოწმეთ ყველა ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს გადახდა. და ავტომატურად გადახვედით უკვე იმანის გვერდზე. აქ კვლავ ადასტურებთ გადახდას ან ამბობთ უარს გადახდაზე. გადახდას თუ დააჭერთ, ამ შემთხვევაში თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ იმანის ბალანსიდან და დაგიჯდებათ domain regis ბალანსზე. თუ უარს დააწვევით, ამ შემთხვევაში ისევ დავბრუნდებით domain regis პანელში, მაგრამ თანხა არ ჩამოგეჭრებათ იმანის ბალანსიდან და არ დაგიჯდებათ domain regis ბალანსზე. ამით ვიდეო გაკვეთილი დამთავრებული არის. დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე.